რა თქმა უნდა, დავიწყებ სასიამოვნო სიახლით. Named after the mother of dark matter. წლიანი მშენებლობის შემდეგ ბოლოს და ბოლოს ვიხილეთ ვერა რუბინის ობსერვატორიის მიერ გადაღებული პირველი ფოტოები. ამით ეს ნანატრი ობსერვატორია შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოფიციალურად გამუშავდა. ეს არის ნამდვილად ახალი ფანჯარა კოსმოსში, რომელიც კიდევ უფრო მეტი საიდუმლოს ამოხსნაში დაგვეხმარება. ჩვენი გარემომცველი სამყაროს შესახებ. ობსერვატორია ჩილეში აშენდა და ის უდიდესი ციფრული კამერითაა აღჭურვილი. 2025 წლის 23 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ენერგეტიკის დეპარტამენტის კუთვნილი ტელესკოპის პირველი დაკვირვებები გასაჯაროვდა, რითაც ცის შესწავლაში სრულიად ახალი ერა დაიწყო. ამ ამბავს პირდაპირ ეთერით მთელი მსოფლიოდან ადევნებდნენ თვალს. პრეზენტაციაზე მეცნიერებმა ტელესკოპის მიერ დანახული ცის თაღის პირველადი ფოტოები წარუდგინეს საზოგადოებას. რა თქმა უნდა, შესაბამისად გაშიფრული და დამუშავებული. ესაა გამოსახულებები, რომლებიც ობსერვატორიამ ფუნქციონირების პირველი 10 საათის განმავლობაში დააფიქსირა. ამ დროში მან მილიონობით galaktika და არაერთი ასტეროიდი გადაიღო, რაც მიანიშნებს, რომ ასტრონომიაში ახალი ერა იწყება, რომელიც დიდი ალბათობით მრავალი აღმოჩენის გაგვიკვალავს გზას. მეორე ფოტოზე ეგრეთ წოდებული ქალწულის გროვაა წარმოდგენილი, უпростоრად მისი ერთი ნაწილი. ესაა ათასობით galaktikis ქსელი, რომლის არსებობის შესახებაც რამდენიმე საუკუნეა ვიცით. მისი ყველაზე კაშკაშა წევრების დანახმა მარტივი ტელესკოპებითაცაა შესაძლებელი. მთლიან სტრუქტურაზე დეტალურად დაკვირვება რთულია. ამის მიუხედავად, ვერა რუბინის სახელობის ობსერვატორიამ ეს მოახერხა. მესამე სურათზე ორი ნისლეულია ნაჩვენები, მესიე ოცისა და ლაგუნის. ისინი ირმის ნახტომში მდებარეობს და ვარსკვლავების წარმოქმნან ღრუბლებს შეიცავს. ამ რეგიონს მზის სისტემისგან რამდენიმე ათასი სინათლის წელი აშორებს და ღირებულ ინფორმაციას ინახავს იმის შესახებ, თუ როგორ ფორმირდება და ვითარდება მნათობები. ამ გამოსახულების მისაღებად ობსერვატორიამ 7 საათის განმავლობაში 678 კადრი აღბეჭდა. ამ ფოტოზე კი სამმაგი ნისლეულია გამოსახული, რომელიც წარმოადგენს ვარსკვლავთა ღია გროვის, გაზისა და მტვრის ნანათობელი ღრუბლებისგან შემდგარი ემისიური ნისლეულის უჩვეულო კომბინაციას. ის საკუთარ სინათლეს ასხივებს და მას ვარდისფერი რეგიონი ეწოდება. ესაა ამრეკლავი ნისლეული, რომელიც ახლო მდებარე ვარსკვლავების სინათლეს ირეკლავს. ამ ნაწილს ლურჯ რეგიონს უწოდებენ და იმდენად მკვრივი ბნელი ნისლეულის უჩვეულო კომბინაცია, რომელიც მის უკან მდებარე ობიექტებიდან სინათლეს ბლოკავს. იგივე ბნელი რეგიონებიდან. რუბინის ტელესკოპის შემუშავების იდეა პირველად 2001 წელს გაჩნდა. ობსერვატორია სამხრეთის ცის 10 წლიან კვლევას ჩაატარებს. ის ამას ახლო ულტრაისფერ ოპტიკურ და ახლო ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებში გააკეთებს. ცის თითოეული მონაკვეთი დაახლოებით 800-ჯერ ჩაიწერება ტელესკოპის 3200 მეგაპიქსელიანი კამერის გამოყენებით. ყოველ 24 საათში რუბინი დაახლოებით 20 ტერაბაიტის მონაცემს დაამუშავებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იმედის მომცემია. ბუნებრივია, ეს წარმოუდგენელი სიმძლავრე მოითხოვს მონაცემთა გადაცემის, დამუშავებისა და შენახვის უახლეს ინსტრუმენტებს. ასტრონომები ვარაუდობენ, რომ რუბინი სამყაროს შესახებ ისეთ შეკითხვებზე გასცემს პასუხს, რასაც ამ მომენტში წარმოდგენაც კი არ გვაქვს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასტრონომები ძლიერ აღფრთოვანებულები არიან. ელოდებიან, რომ რუბინი გვაჩვენებს ისეთ რამეებს სამყაროს შესახებ და პასუხს გასცემს ისეთ კითხვებს, რომელთა შესახებაც ჯერ წარმოდგენაც არ გვაქვს. დღემდე შექმნილ არცერთ სხვა ტელესკოპს არ შეუძლია ერთდროულად ასეთი უზარმაზარი მონაცემების დამუშავება და მკრთალი ობიექტების დაფიქსირება. Starting today,
დღეიდან ჩვენ საფუძველი ჩამუყარეთ იმის გარკვევას, თუ რა არის ბნელი ენერგია, პლანეტარულ თავდაცვასა და უამრავ სამეცნიერო აღმოჩენას. ყველაფერ იმას, რაც აქამდე არ გვქონია, არ მიგვიღწევია. ეს ქმნილება არის ხედვა თავდაუზოგავი შრომა და პროგრესი იმ უამრავი ადამიანისა, რომელიც იდეის დღიდან მის განხორციელებამდე მუშაობდა ამ პროექტისათვის. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა სააგენტოს და იმ ოფიციალურ თუ კერძო უწყებას, რომელმაც ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა გაიღო ამ საკაცობრიო პროექტისათვის. რუბინის სიჩქარის, ხედვის ფართოკუთხისა და მგრძნობიარე კამერების კომბინაცია აფართოებს იმ ლიმიტებს, რისი გაკეთებას ტელესკოპს შეუძლია. არც ერთ სხვა ტელესკოპს არასოდეს შესაძლებია დააფიქსიროს როგორც რეალური ცვლილებები ცაში, ისე მკრთალი შორეული ობიექტები ერთსა და იმავე დროს, ასეთი უზარმაზარი მასშტაბით. ეს შესაძლებლობები ნიშნავს იმას, რომ ისტორიაში პირველად დავაფიქსირებთ უკიდურესად იშვიათ მოვლენებს. ტელესკოპს სახელი ეწოდა ამერიკელი ასტრონომის ვერა რუბინის პატივსაცემად. ის ერთ-ერთი მოწინავე მეცნიერი იყო გალაქტიკების კვლევებში. მისმა ნაშრომებმა ასტრონომიაში ნამდვილი გარდატეხა შეიტანა. გამოცემა The New York Times-ი მის მემკვიდრეობას აფასებს, როგორც კოპერნიკის მასშტაბზე უფრო დიდ ცვლილებას კოსმოლოგიურ თეორიაში. ვერა რუბინი 2016 წელს გარდაიცვალა. We don't see very much light, and that has led to the concept of dark matter.